ძალიან საგანგაშო ტენდენცია ალბათ უკვე შენიშნეს მათ, ვინც რეგულარულად უყურებს ჩვენს ყოველკვირეულ კლიმატურ კატასტროფებს. რუსეთში ექსტრემალური ამინდის მოვლენების შესახებ ცნობები ახლა თითქმის ყველა ეპიზოდში ჩნდება. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ადრე ამ ქვეყანას ყურადღებას არ ვაქცევდით. უბრალოდ ასეთი კატასტროფული მოვლენები იქ წარსულში გაცილებით ნაკლებად იყო გავრცელებული. მაგრამ ახლა მიზეზების გამო, რომლებიც უმეტესობისთვის გაურკვეველი რჩება, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. რუსეთის სწრაფად ეწევა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს როგორც კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების სიხშირით, ასევე მასშტაბით. რამ გამოიწვია ეს უეცარი ცვლილება? პასუხს ამ გამოშვების ბოლომდე ყურებით იპოვით. ჩინეთი. ამ გაზაფხულზე ჩინეთი განიცდის ექსტრემალური ამინდის მოვლენების უპრეცედენტო სერიას, რომელიც აღწერილია, როგორც ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე იშვიათი. ატმოსფერული ფაქტორების უჩვეულო კომბინაციამ გამოიწვია ქარიშხლის ზოლის ფორმირება, რამაც გამოიწვია ძლიერი წვიმა, ჯექა-ქუხილი, ქარის ძლიერი ნაკადები და ტორნადოები ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში. 8 მაისს ხუნანის პროვინციაში ტორნადომ გაანადგურა 6 სახლი იუეიანგის რაიონში და დააზიანა 100 მეტი შენობა. სეტყვამ ასევე დააზიანა მანქანები და დაამტვრია ხეხილი. ჰენგიანგის რაიონში ტორნადომ გაანადგურა საცხოვრებელი შენობა და სამწუხაროდ 2 მოხუცი ადამიანი დაიღუპა ნანგრევების ქვეშ. ხუნანის, ჰუბეის და ძიანსის პროვინციების უმეტეს მეტეოროლოგიურ სადგურებზე დაფიქსირდა ქარიშხლის ძალის ქარის ნაკადები, რომლებიც ბოფორტის შკალით 9-დან 14 ბალამდე მერყეობდა. ნალექი ასევე არაჩვეულებრივი ინტენსივობის იყო. ციმენის ოლქში, ანჰუის პროვინცია, მხოლოდ 1 საათში 87 მმ ნალექი მოვიდა. პეკინსა და ჰებეის პროვინციაში 24 მეტეოროლოგიურმა სადგურმა დააფიქსირა ნალექების რაოდენობა, რომელიც მაისის წინა რეკორდებს აღემატებოდა. შანხაიშიც კი, სადაც ცოტა ხნის წინ გვალვა იყო, ძლიერი წვიმები იყო, რომელთა ინტენსივობა ტაიფუნების თანმხლებ წვიმებს უტოლდებოდა. იმავე დღეს ძლიერი სეტყვა ქათმის კვერცხის ზომის სეტყვით მოულოდნელად დაატყდა თავს ქალაქ სიანს, შანსის პროვინცია. ერთ-ერთმა ავტოდილერმა სამწუხაროდ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოფენილი 300 მეტი მანქანიდან ვერცერთი ვერ გადაურჩა ქარიშხალს. მანქანის ზედაპირი დაზიანდა, ყველა ფანჯარა ჩამსხვრეული იყო. კონვექციური ქარიშხლების სამხრეთისკენ გადაადგილებისას ისინი სულ უფრო საშიში ხდებოდნენ. სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან სიახლოვემ გაზარდა ტენიანობა და გაამწვავა ატმოსფერული პროცესები, რამაც ქარიშხალი ტაიფუნის დონემდე გაამძაფრა. სამწუხაროდ ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ სამხრეთ პროვინციების მაცხოვრებლებს ნებისმიერ დროს ემუქრებათ ასეთი ქარიშხლების დარტყმის რისკი, არა მხოლოდ ჩვეულებრივი ტაიფუნების სეზონზე. მაგალითად, მხოლოდ ერთ დღეში გუანდუნის პროვინციის იანძიანგის რაიონში 250 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. წყლის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მაცხოვრებლებს ქუჩებში წელამდე წყალში სიარული მოუწიათ. 10 მაისს ჰაინანის პროვინციაში კომპანია ლონფეგის ლოჯისტიკურ პარკს ტორნადომ გადაუარა, რამაც ქარხნის შენობების ნახევარი სულ რამდენიმე წამში გაანადგურა. დანგრეული ნაგებობების საერთო ფართობი დაახლოებით 2700 კვადრატული მეტრი იყო. საბედნიეროდ, ადგილზე მყოფი თანამშრომლებიდან არც ერთი არ დაშავებულა. რუსეთი. მაისს ორენბურგის ოლქის სვეტლინსკის რაიონში ტობოლსკის სახელმწიფო ფერმის მიწებს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა, ამ რეგიონისთვის უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. მისმა უეცარმა გამოჩენამ ადგილობრივ მაცხოვრებლებში ფართო პანიკა გამოიწვია. ქარიშხალსთან ახლდა დიდი სეტყვა დაახლოებით ქათმის კვერცხის ზომის. რამდენიმე პირუტყვის ფარდული სერიოზულად დაზიანდა, რამაც ზოგიერთი პირუტყვის სიკვდილიან დაზიანება გამოიწვია. თვითმხილველების თქმით ეს არ იყო მხოლოდ ერთი ტორნადო. მეორე ძაბრისებრმა ღრუბელმა გადაუარა ახლო მდებარე მინდორს, მაგრამ ის სწრაფად გაიფანტა, სანამ რაიმე სიანს მიაყენებდა. 8 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს ძლიერი ჯექა-ქუხილი დაატყდა თავს, რასაც თან ახლდა სეტყვა და ქარიშხლის ძალის ქარი. ქარიშხალმა წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები, დაწყვიტა ელექტროკაბელები. სეტყვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხილის ბაღებსა და ნათესებს, რამაც მომავალი მოსავლი რისკის ქვეშ დააყენა. ჩრდილოეთ ოსეთის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. კარცა და სხვა რაიონები დაზარალდა. კაკლის ზომის სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ხეხილის ხეებს. კოსტას სოფელში ძლიერმა ქარმა ძეგლიც კი დაანგრია. ვლადიკავკაზში წაქცეულმა ხემ ავტომობილი დაამტვრია, 2 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
12 მაისს ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ სტოროჟევაიაში სეტყვამ მომავალი მოსავალი გაანადგურა. მოსავალი, რომელშიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ფული ჩადეს. ხალხმა დაკარგა ის, რაც მათი ოჯახების გამოსაკვებად და შემოსავლის წყაროდ იყო განკუთვნილი. 9 მაისს სტავროპოლის მხარეში ხანგრძლივი ძლიერი წვიმების შემდეგ თურქმენეთის ოლქის სოფელი ოშჩი მინდვრებიდან ჩამოვარდნილმა წყალმა დატბორა. ზოგიერთ სახლში წყლის დონემ 1,5 მეტრს მიაღწია. იატაკი დაზიანდა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განადგურდა. ასევე დაზარალდა რეგიონალური გზატკეცილის მონაკვეთი. გეორგიევსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნიგვზის ზომის სეტყვა 10,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა დააზიანა, ხორბლის, ქერის, siminდის, მზესუმზირის, ბარდის და სელის ნათესები დაზიანდა. ზარალი 20-დან 100%-მდე მერყეობს. 12 მაისს სოლნეჩნოდოლსკში იშვიათი და ძნელად პროგნოზირებადი ბუნებრივი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც ცნობილია როგორც წვიმის ბომბი. ეს არის ჰაერის ძლიერი ნაკადი, რომელსაც თან ახლავს ინტენსიური წვიმა. შედეგად დაზიანდა წყალმომარაგების ტექნიკა და რამდენიმე სახლში დროებით შეწყდა წყალმომარაგება. კოლუმბია. წვიმიანი სეზონი კვლავ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, განსაკუთრებით მძიმე პირობები შეინიშნება ანტიოკიის დეპარტამენტში. 8 მაისს ძლიერმა წვიმამ მედელინის მეტროპოლიტენის სამხრეთ ნაწილში, კოლუმბიის სიდიდით მეორე ქალაქში, მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. ტალახმა და ნანგრევებმა საცხოვრებელი უბნის ნაწილი გაანადგურა და რამდენიმე სახლი წაიღო. მეწყერმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმხილველების თქმით, მეწყერი მოულოდნელად დაიწყო და ხალხს თითქმის არანაირი შანსი არ ჰქონდა გადარჩენის. ინციდენტის შედეგად 23 ოჯახი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ტრაგიკული მეწყერი ანტიოკიაში ექსტრემალური ამინდის შედეგად გამოწვეული ასობით ინციდენტიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. დეპარტამენტის 125 მუნიციპალიტეტიდან 72-ში წითელი საფრთხის დონე გამოცხადდა. მაისის დასაწყისიდან მხოლოდ მედელინში 1000-ზე მეტი საგანგებო მდგომარეობა მოხდა. ძლიერი ნალექების გამო ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე, კაუკა, ადიდდა და მრავალი ტერიტორია დატბორა. ბრაზილია. მაისს ბრაზილიის სამხრეთი შტორმების სერია მოიცვა. რიო-გრანდე-დუ-სულის შტატში ძლიერმა ქარმა, ძლიერმა ნალექებმა და ტორნადოებმა თითქმის 40 ქალაქი დააზარალა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თითქმის განუწყვეტლი ვრცელდებოდა ინფორმაცია სახურავების ჩამოგდების, ელექტროგადამცემი ბოძების ჩამოვარდნისა და ხეების ფესვიანად ამოძირკვის შესახებ. კაჩოეირა-დუ-სულში 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 190 მმ ნალექი მოვიდა. ეს მაისის საშუალო ნალექის რაოდენობას 1,5-ჯერ აღემატება. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ერვალ-გრანდეს მუნიციპალიტეტში მომხდარი ტორნადო, სადაც ასობით შენობა დაინგრა ან დაზიანდა, ხოლო დაახლოებით 30 ჰექტარი ევკალიპტის პლანტაცია მთლიანად განადგურდა. ტყეში გადავლილმა ქარბუქმა ასობით ჩამოვარდნილი ხე დატოვა. ტრიუმფოს ქალაქში მეხანძრეებმა დაზიანებული მოხუცებულთა თავშესაფრიდან ხანდაზმული მაცხოვრებლები ევაკუირეს და დროებით თავშესაფარში მოათავსეს. სანტა-კატარინას შტატში შტორმმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც ჩამოვარდნილმა ხეებმა იმსხვერპლა. ზოგიერთ რაიონში ქარის ნაკადებმა 100 კმ/სთ გადააჭარბა. იტაპირანგას მუნიციპალიტეტში ატმოსფერული მიკროაფეთქებები დაფიქსირდა, ჰაერის მკვეთრი, ძლიერი და დამანგრეველი ნაკადი. პალმიტოსის ქალაქში, რომელიც ქარიშხალმა ყველაზე მეტად დააზარალა, საცხოვრებელი სახლები განადგურდა, მილსადენების ქსელი და გზის საფარი დაზიანდა, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები წაქცეულია. გარდა ამისა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის მონაკვეთი გადაიკეტა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ქარიშხლის შედეგად დაზარალდა მონდაის მუნიციპალური სკოლის ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც შიგნით მყოფი 6 მოსწავლე დაშავდა. დიდი ფლორიანოპოლისის ტერიტორიაზე უამინდობამ ასევე ნგრევა გამოიწვია. პალჰოსას მუნიციპალიტეტში უჩვეულოდ დიდი ზომის სეტყვა დაფიქსირდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ძლიერმა წვიმებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონი დააზარალა. ყველაზე მეტად სამხრეთ კივუს პროვინცია დაზარალდა. ფიზის რეგიონში პატარა მდინარე სწრაფად ადიდდა და მძვინვარე ნიაღვარად გადაიქცა, რომელმაც ყველაფერი წაიღო, ხეები, ქვები და ტალახი. 8 მაისის ღამეს ცუდმა ამინდმა სოფელ კასაბაშიც იმოქმედა. ადგილობრივი მოსახლეობა სტიქია მოულოდნელობისგან გააოცა, დარტყმის დროს მათ უმეტესობას ეძინა. წყლისა და ტალახის მძვინვარე ნიაღვარმა დაახლოებით 150 სახლი მიწასთან გაასწორა.
სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ბავშვი და მოხუცები იყვნენ. გარდა ამისა, 28 ადამიანი დაშავდა. კომუნიკაციის ნაკლებობამ და ჩამორეცხილმა გზებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა სამაშველო სამუშაოები. კასაბამდე მისასვლელად ერთადერთი გზა ტანგანიიკის ტბის გადაკვეთა იყო. სეისმური აქტივობა 13 მაისს ევროპაში ყველაზე საშიშად მიჩნეული სუპერვულკან კამპი-ფლეგრეის ტერიტორიაზე 49 მიწისძვრის სერია დაფიქსირდა. მათ შორის იყო 4,4 და 3,5 მაგნიტუდის ბიძგები. ეპიცენტრი პოცუოლის ქალაქთან ახლოს მდებარეობდა. სეისმურმა ბიძგებმა გამოიწვია სკოლებისა და საზოგადოებრივი შენობების ევაკუაცია, რეგიონში მატარებლების მოძრაობის შეჩერება და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრების გააქტიურება. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ წითელ ზონაში, კალდერასთან ახლოს. მიმდინარე სეისმური ბიძგების გამო, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება და თან ახლავს შესამჩნევი ბიძგები, ნგრევა და დაზიანებები, სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 4 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრები ადრე ამ რეგიონში ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, რომელიც რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ხდებოდა. თუმცა მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში ასეთი ინციდენტი ორჯერ დაფიქსირდა. იმავე დღეს საბერძნეთში, კუნძულ კრეტას სამხრეთით, 6,1 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რამდენიმე ქვეყანაში იგრძნობოდა, მათ შორის ისრაელში, ეგვიპტეში, თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში. უკრაინა მაისიდან უკრაინაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა შეინიშნება. ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 5-9 გრადუს ცელსიუსით დაეცა და თითქმის მთელ ქვეყანაში ყინვა დაფიქსირდა. მოსახლეობამ საკუთარი მოსავლის გადარჩენა მცენარეების აგროქსოვილით დაფარვით და კოცონის დანთებით სცადა. თუმცა ყველაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რამდენიმე რეგიონში ყინვამხეხილი, თხილის ნარგავები, ნესვის კულტურები, მარწყვი და ყურძენი დააზიანა. ლოვში რეკორდულად დაბალი დღიური მინიმალური ტემპერატურა ზედიზედ 2 დღის განმავლობაში დაფიქსირდა. ასეთი დაბალი ტემპერატურა წლის ამ დროს 47 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. 9 მაისს ქალაქ როვნოში ანომალიური ყინვა დაფიქსირდა. ტემპერატურა -2,5 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. რეგიონში მეტეოროლოგიური დაკვირვებების მთელი ისტორიის მანძილზე ეს მაისის ყველაზე დაბალი ტემპერატურა 4 მაისის შემდეგ დადგა. ნიადაგის ზედაპირზე ყინვები კიდევ უფრო ინტენსიური იყო. როვნოს ოლქში სათბურის კულტურებიც კი დაზიანდა. მცენარეები დაიხოცა მიუხედავად იმისა, რომ დაფარული იყო. 8 მაისიდან კარპატებში ძლიერი თოვა ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ეს სრული სიურპრიზი იყო არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც. პოპ ივანეს მთაზე ნამდვილი ზამთრის ქარიშხალი მძვინვარებდა. ტემპერატურა -7 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. 9 მაისს რამდენიმე რეგიონს ძლიერი წვიმებით, ცეცხვითა და ქარით გამოწვეული შტორმების სერია დაატყდა თავს. დნეპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადში, ტორნადომ საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ზაპოროჟიეში ძლიერ წვიმებს უჩვეულოდ დიდი სეტყვაც ახლდა თან, რომლის დიამეტრიც 5 სანტიმეტრს აღწევდა. ოდესის ოლქში ძლიერმა ქარმა 55 დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, რის შედეგადაც 18,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 12 მაისს ჩერკასის ოლქს სეტყვა დაეცა. ზოლოტონოშას ქალაქში თვითმხილველებმა დიდი ტორნადო დააფიქსირეს, მაგრამ საბედნიეროდ ნგრევა არ მომხდარა. რუმინეთი რუმინეთში ექსტრემალური ამინდი კვლავ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. დოლის ოლქში ძლიერი შტორმები ნამდვილ კატასტროფად იქცა, დაიტბორა 100 მეტი სახლი და დაზიანდა დაახლოებით 3500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. მეჰედინცის ოლქში ძლიერმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ასევე ხახვი, ნიორი და სხვა კულტურები. 82 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი არაფერი უნახავს. წყალდიდობამ მთლიანად გადაკეტა რამდენიმე რეგიონული გზა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მოძრაობა. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყანაში არქტიკული ჰაერი გავრცელდა, რამაც მაისის შუა რიცხვებისთვის უჩვეულოდ მკვეთრი ტემპერატურის ვარდნა გამოიწვია. ჩრდილოეთ რეგიონები თოვლით დაიფარა. რუმინეთის მთებში ქარბუქი მძვინვარებდა და ზოგიერთ რაიონში თოვლის დაგროვება 10 სანტიმეტრს აღწევდა.
12 მაისს ბოლო 50 წლის განმავლობაში სიცივის რეკორდი დაამყარა. ამ თარიღისთვის აბსოლუტური ტემპერატურის მინიმუმი მოიხსნა. მიერკურია ჩიუკის ქალაქში ტემპერატურა -3.6 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. ომუს მთაზე ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცა. კინოები იმდენად მკვეთრი იყო, რომ მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სასწრაფოდ შეეძინათ შეშა გათბობისთვის. მაღალმთიანი ტრანსპაგარაშანის გზატკეცილის გახსნათვის ბოლომდე გადაიდო ძლიერი თოვლის გამო. რატომ მოხდა რუსეთში კლიმატური კატასტროფების შესამჩნევი ზრდა მხოლოდ ბოლო წლებში, მაშინ როცა ასეთი მოვლენების გლობალური ზრდა 10 წლეულზე მეტია შეინიშნება? მედიაში მისტიკური თეორიების გამოჩენის მიუხედავად, ამ ტენდენციის ახსნა წმინდა ტექნიკურია. ინტერდისციპლინარული სამეცნიერო ჯგუფის ალატრას მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული აღჭურვილობა გახდა ტექნიკური გადაწყვეტა, რომელმაც 2013 წლიდან 2023 წლამდე კლიმატურ სიტუაციაზე სტაბილიზატორის გავლენა მოახდინა. პირველადი ეფექტი დაფიქსირდა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ატმოსფერულ და ჰიდროსფერულ პროცესებზე ზემოქმედებით, ამ სისტემამ ხელი შეუწყო ქარისა და შტორმების ინტენსივობის შემცირებას და ანომალიური ნალექების სიმძიმის შემცირებას. ამ აღჭურვილობის წყალობით რუსეთში ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა გაცილებით ნელა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ციმბირის რეგიონში ციმბირის მაგმატური პლუმის აქტივობის გამო დაჩქარებული დათბობა მიმდინარეობდა. იქ ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 2.5-მჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამ აღჭურვილობის რუსეთში განთავსება არ იყო განპირობებული პოლიტიკური მოსაზრებებით ან პირადი მოტივებით, არამედ განპირობებული იყო ციმბირის პლუმის მიერ წარმოქმნილი მაღალი გეოდინამიკური რისკით, რომელსაც გარღვევის შემთხვევაში შეუძლია დედამიწაზე მთელი სიცოცხლის განადგურება. თუმცა 2023 წლის აგვისტოში დანადგარის ექსპლუატაცია იძულებული გახდა შეჩერებულიყო. ამის შემდეგ მალევე ექსტრემალური ამინდის მოვლენების რაოდენობა და მათი დამანგრეველი ძალა სწრაფად გაიზარდა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ეს პროცესი მხოლოდ იმპულსს იძენს. ალატრას სამეცნიერო ჯგუფის ერთ-ერთმა მეცნიერმა, დოქტორმა ეგონ ჩოლაკიანმა, თავის საჯარო გამოსვლებში დეტალურად უპასუხა რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. მან ახსნა ექსპერიმენტული აღჭურვილობის დეაქტივაციის მიზეზები, გამოავლინა მისი მუშაობის ფიზიკური პრინციპები და გააზიარა, თუ ისი მეშვეობით გახადა შესაძლებელი მისი შექმნა. გარდა ამისა, ჩოლაკიანმა ისაუბრა გლობალური კლიმატის ცვლილების მიზეზებზე, მიუთითა მათი დაჩქარების საგანგაშო ტენდენციაზე და შესთავაზა გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია სტიქიური უბედურებების მზარდი ტალღის შესანელებლად. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ დოქტორ ეგონ ჩოლაკიანის გამოსვლას და დაფიქრდეთ წარმოდგენილ ინფორმაციაზე. ამ ინფორმაციის გაგებისა და გამოყენების ჩვენს უნარზე ნამდვილად დამოკიდებულია ჩვენი კოლექტიური მომავალი.